დღეს დავტოვე რადიო თავისუფლება, სადაც ზუსტად 24 წელი დავყავე. დიახ, რადიოში მუშაობის ამ 24 წლის განმავლობაში სასიხარულოც ბევრი იყო და გულსადგენიც. რასაც ბოლომდე ვერ შევეგუე და რაც რადიო თავისუფლებისადმი ჩემ გამოსათხოვარ წერილშიც აღნიშნე, ესაა უმაღლესი მენეჯმენტის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრებების გამო, რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის ან რეორგანიზაციის სარჩულით, რასაც ჟურნალისტებმა ანგარიშწორების აქტი უწოდეს. დაახლოებით ისე, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ეპყრობა დღეს მთელ რადიო თავისუფლებას, რომელსაც რეალურად ემუქრება ეთერიდან გათიშვა. მაგრამ გულის სიღრმეში ვრჯერა, რომ რადიო თავისუფლება ეს უნიკალური, მრავალეროვანი და მრავალფეროვანი მედია კორპორაცია გაუძლებს დღევანდელ გამოწვევას და გადარჩება როგორც ეს ერთხელ მოხდა ცივი ომის შემდეგ. გადარჩება, რადგან ეს რადიო, როგორც Queen-ის სიმღერაშია, ჯერ კიდევ უყვარს და ჯერ კიდევ სჭირდება არაერთ ადამიანს მსოფლიოში. წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კობალე გლიკაძე.